პროტესტის 380-მერვე დღე საქართველოში მომიტინგეები ამჯერად ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ, საიდანაც რუსთაველზე მსვლელობით გადაინაცვლეს. ძირითადი მოთხოვნები უცვლელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები. თუმცა აღსანიშნავია, რომ გუშინდელ დემონსტრაციას კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა. დაინიშნოს საერთაშორისო გამოძიება მომწავლელი ნივთიერება კამიტის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. აქციაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელსაც გირჩის გაერთიანების იდეაზე ჰკითხეს, თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა საუბარი არ ისურვა. მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია არც ზურა გირჩი ჯაფარიძეს. აქ არ არის დრო იმისი, რომ ჩვენ პოლიტიკურ გეგმებზე ვისაუბროთ. აქციაზე იმას ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ხალხი არის, ყველა ზომების და რეპრესიების მიუხედავად და ეს არის პასუხი საზოგადოების მათ აბსურდულ ზომებზე და აბსურდულ რეპრესიებზე. მე არა ვარ ოპოზიციაში. ხო, კარგი ახლა. არ გვინდა ეს სერიოზული კითხვები ქუჩაში.